ეს ახლა უნდა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იხსნება ბავშვთა ჰოსპისი პირველი საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ჰოსპისის მშენებლობაში მონაწილეობდა არა მხოლოდ ჩვენი ფონდი, არამედ ბიზნესი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გარდა ამისა, ჩართული იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთაც თავისი ფული შესწირეს ჰოსპისს, იმას, რომ ის ბავშვები, რომლებიც აქ იქნებიან, ღირსეული ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ჰქონდეთ მაქსიმალური კომფორტი, თუნდაც იმ რამდენიმე თვეში ან წელიწადში, რომელიც მათ დარჩენიათ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცენტრის არსებობა, სამწუხაროდ მსგავსი ცენტრების საჭიროება არსებობს. უნდა იყოს ზუსტად ესეთი ტიპის, არა უშუალოდ საავადმყოფო ან ჰოსპიტალის ტიპის დაწესებულება, არამედ ასეთ სახლი, თბილი გარემო, ასე ვთქვათ, იქნება დღის ცენტრი, იქნება 24 საათიანი მომსახურება და შინმოვლის მომსახურება, ანუ სამი ტიპის სერვისი იქნება. ბავშვები მიიღებენ ყველანაირ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები.